კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენ საუბრობთ საპრემიერო სპექტაკლზე, რომელიც დღეიდან მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება, პინოკიოს ძალიან ცნობილი ნაწარმოების, შეიძლება ითქვას, ახლებული ან სხვანაირი ვერსია. ახლა ჩვენ სწორედ მსახიობი ნიკა ჭკადუა შემოგვიერთება, რომელიც პინოკიოს განასახიერებს, ნიკა საღამოშვიდობისა და მადლობა წინა საპრემიეროთ, რომ გვითმობ დროს. წინა ბლოგში რეჟისორმა თქვათ ისაუბრა, მაგრამ მსახიობის ნალაპარაკები განსაკუთრებულია პინოკიოს ძალიან ცნობილი პერსონაჟი, აი ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვინც მინიმუმ არ გაუგია პინოკიოზე და შეიძლება ნანახი წაკითხული არ კონდეს და ვითხარი ეს პასუხისგებლობა შემდეგ ეკისრა და თუმცა აი ჩვენ გავამახვილეთ პრელბუქში ყურადღება რომ სირთულეები ახლავს ზღაპარს, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს თან სანახაობრივი, გასართობი ბავშვები მოდიან, მაგრამ უნდა იყოს სათქმელიც. აი როგორი იყო პროცესი მუშაობის და როგორი იყო ეს როლი და გმირი. პრელბუქში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ვიტყოდი ესეთ რაღაცას რომ ძალიან საინტერესო იყო. ძალიან საინტერესო თვითონ მუშა პროცესი. ვინაიდან თქვენს აღნიშნეთ რომ ზღაპარს კიდე სხვა დატვირთვა და სხვანაირი მუშაობა ჭირდება და ჭირდება ძალიან დიდი გულწრფელობა ზღაპარს, იმიტომ რომ ძირითადი მაყურებელი ამ მიმართულებით არის ბავშვები. მოზარდები არიან და ვერასოდეს ვერ გამოაყარებს სცენიდან ახალგაზრდა მაყურებელს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი არ გპატიობენ არაფერს პატარა შეცდომასაც კი გაძახებენ. თან ეს ყველაზე ისეთი მომენტი არის მსახიობისთვის, რომ სცენაზე გახარ და რაღაცა შენ თვითონაც რო ხვდები, რომ რაღაცა თუ ისე არ წავიდა, შეუძლიათ პარტნიორიდან ამოგაძახო, რომ არა, მართალი არ ხარ და აი მან უკვე იწყებ სხვა პროცესი მედი შემდეგ. რაც შეეხება თვითონ პროცესს, მუშა პროცესს, ძალიან საინტერესო იყო ბატონ ნიკასთან მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან დიდ თავისუფლებას გვაძლევდა მსახიობებს და ჩემთვის კიდე 1000 მაგათ საპასუხისმგებლო იყო, იმიტომ რომ სტუდენტი, როდესაც მაინც სტუდენტის პოზიციით ხარ, სხვა პასუხისმგებლობა აქვს ესეთ დიდ მსახიობებთან და დიდ არტისტებთან, როდესაც გახარ სცენაზე და თვითონ მუშა პროცესი ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა მსახიობი ხელს გვიწყობდა ჩვენ და ესე ვთქვათ, ერთად ვაკეთებდით ყველაფერს და ეს არ იყო მხოლოდ ეს რეჟისორის და მსახიობის მუშა პროცესი, ეს იყო რაღაც ერთი დიდი ოჯახი იყო, რომელიც განიხილავდა აბსოლუტურად ყველაფერს და ეს იყო ძალიან საინტერესო მიმართულებით, რომ თავიდან რას თავისუფლებას ჰქონდა, რომ პინოკიო როგორც თქვენ თქვით, ყველა მიცის აბსოლუტურად და მეგონა რომ წავიდა და ჯერ ისეთი განხილვა ზოგადი. და პირველივე სამაგიდო რეპეტიციაზე წავიდა ძალიან სიღრმისეული განხილვა თითოეული დეტალის და ძალიან საინტერესო იყო ეს. ძალიან საინტერესო. შენ წელს ამთავრებ. ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხარ თეატრში, მოზარდმა ყოველდღიურში რამდენიმე როლი, აგერ უკვე მარჯანიშვილის სცენარიდან და კი ქონდა მანამდე გამოცდილება ზღაპართან შეხებით, თუნდაც ეწიოდების სტუდენტობის პერიოდში თუ პირველია ამ ჟანრის როლი. ამ ჟანრის როლი იდეაში მახსენდება კლე ადამსების ოჯახი და იქ ეს მიმართულება არის იდეაში თვითონ ეს პერსონაჟი რასაც თამაშობ იქ არის გამოგონილი პერსონაჟი, არის სული, წინაპრის და მაგრამ აი ესეთი სერიოზულობას გულისხმობ მაინც თავარი როლი როდესაც არის რაღაცა უფრო დიდი ანუ ამაზეა სპექტაკლი აი როდესაც ღერძი შენ ხარ და შენ სირგული და რაღაც მომენტში პროცესი შენ რო უნდა წარმართო და აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი ელოდება შენს რეაქციას რომ იქიდან გამომდინარე იმოქმედოს ძალიან კიდევ ერთხელ გამომახვილებ ყურადღებას რომ ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეს და ამ მიმართულებით შემიძლია თქვა რომ პირველი იყო ამ ჟანრში მუშაობა ჩემთვის. შენი ვარაუდი, შენი ინტუიცია, თან ვიცი რომ რაღაც ერთი მოსინჯო უკვე ბავშვებთან ქონდათ. თქვით რომ ეს მიხედვით არის პინოკიოსი და რაღაც ინსცენირება მოხდა. იქნებიან ბავშვები პინოკიოს ხარეს. მათი საყვარელი გმირი გახდები, რომ გავლენ სპექტაკლის მერე მოუყვებიან მეზობლის მეგობრებს, რომ აი ის მათ ხმის ვიყავითო? აბსოლუტურად ყველა სპექტაკლის, ჩემთვის ყველა სპექტაკლის მიმართ ყველაზე დიდი შიში არის ეგ, რომ მაყურებლის ემპათია დაიმსახუროს მსახიობმა. მაგრამ ჩვენ მოვსინჯეთ ეს სპექტაკლი ბავშვებს ვაჩვენეთ და ყველაზე სასიხარულო რაც იყო, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვი იყო პინოკიოს მხარეს და იქიდან მეუბნებოდნენ, რომ ინტერაქცია, ხო? ხო, ანუ ეს რაღაც ის 4 კედელი არ გვაქვს. ასე რომ ბავშვები იყვნენ პინოკიოს მხარეს და რაღაც მომენტში აი გავიხსენებ ერთ ეპიზოდს
როდესაც ჩავდივარ პარტერში და უყურებ თეატრში, კიდე თეატრი არის, სცენა არის, ამაღლება და უყურებ სპექტაკლს ერთად. მეც და პინოკიოც და ბავშვებიც და მათიანი ხდები და უცებ ერთი ბავშვი იყო, რომელმაც ჩემი ტექსტი მითხრა. ანუ რაც უნდა მეთქვა იდეაში, რაც არ იცოდა ბავშვმა, ესეთი ამბავია, როდესაც სპექტაკლს თამაშობენ, მე უნდა უთხრა, რომ რა არის ეს, რა სისულელეა, რას თამაშობ. აი მიყურეთ მე როგორ თამაშობ და უცებ ბავშვი მიზეს. და ჩავისვე კალთაში. და ერთად უყურებს და ეს ბავშვი მეუბნება, რომ პინოკიო, ხო მეტი. რა არის ეს? ეს რას აჩვენი როგორ მართლა და მართალი ხარ, მეთქი, მართალი ხარ და ზუსტად ტექსტი გავაგრძელე და აი კიდე სხვა ემოცია იყო, რომ ესე დაიჭირეს ეს პერსონაჟი და მართლა აი მან უფრო მივხვდი როგორი საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ ყველაფერში მოყვებიან აბსოლუტურად. როდესაც მსახიობის სცენაზე დგას, რაღაც მომენტებში რომ აი რაღაც გათიშვას რო ეძახიან, რომ აი რაღაც ჩართულობისგან რომ აქ ხარ, მაგრამ უცებ გახსენებენ თავს, რომ ჩვენ შენიანი მოდუნების საშუალებით არ გაძლევენ და თან ფიზიკურადაც ძალიან ისეთი აქტიური, დატვირთული სპექტაკლი არის და მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დრაივში წავა ეს სპექტაკლი, რადგან ბავშვები ამოსუნთქვის საშუალებას არ მიგცემ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხა, ძალიან მახარებს, რომ ეს იქნება სარეპერტუარო სპექტაკლი და არა უბრალოდ საახალწლო დღეებში და ნებისმიერ სეზონზე შეუძლია მოიყვანონ ბავშვები და თუმცა აი მე ვთქვი ნიკასთან რეჟისორთანაც, რომ ალბათ ისეთი თემაა, რომ არა მხოლოდ ბავშვები, მშობლებმაც რო ხანდახან დაკვირვებით უყურონ, არ იქნება ცუდი. კი ბატონო. ისეთი თემები არის წამოჭრილი ამ სპექტაკლში, რომ ჩვენ ზღვარი გვაქვს ესე ვთქვათ 6 წლიდან და ნებისმიერ ადამიანს. და ზღვარი არ არსებობს. კი ბატონო და ჩვენ რეპეტიციის დროსაც ვამბობდით, როდესაც ამას ვაკეთებდით, რომ ჩვენ არ გვქონდა გაცვლა ესე ბავშვებზე. ეს მარტო საბავშვო არის და აი ეს მშობელი ვინც მოიყვანს ბავშვს, ისიც ძალიან დაინტერესება. ამ ბავშვობაში დაბრუნდება რაღაცების დაფიქრება. აუცილებლად დაფიქრდება. და ბოლოს მინდა კითხო, მაინც მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამოცდილება გაქვს პროფესიულ სცენაზე დგომის, პირველი ნაბიჯები კარიერაში ახლა იწყება. მაინც სტუდენტი ქვია ჯერ და ესეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენაზე და გამოსვლელ მსახიობებთან. მოგწევთ ამ სპექტაკლს რაღაც კიდე ახალი კარიერულისთვის და შეგძინათ გამოცდილებას და უდიდესი გამოცდილება იყო. პირველ რიგში ეხ ბევრჯერ ვთქვი, რომ პასუხისმგებლობა შევეხი ბევრჯერ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო პირველ რიგში ის, რომ დებიუტი იყო ჩემი მარჯანიშვილის დიდ სცენაზე და ძალიან დიდი გამოცდილება იყო პირველ რიგში ესეთ დიდ არტისტებთან ერთად დგომის სცენაზე და შემდეგ ესეთ ძალიან კარგ რეჟისორთან ესე ვთქვათ კოლაბორაციის მუშაობა. მადლობა ნიკა, წარმატებას გისურვებ შენ, შემოქმედებულ ჯგუფს, მე შევახსენებ მსმენელს, მშობლებს განსაკუთრებით და არა მარტო დღეიდან მარჯანიშვილის თეატრში. პინოკიო ძალიან ცნობილი ნაწარმოების საპრემიერო ჩვენებები იქნება და მე სარეპერტუარო სპექტაკლი. მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.